Oh my gaduniebo! დღეს უბრუნდებით ახალი ამბებით, რომლებიც შეიძლება ჩვენი არხი მთლად შეცვალოს. ბევრი შეცვლებები მოდის. და მარტო ჩვენი არხიც არა, შეიძლება ვაფშე შენ მთლიანად შეიცვალო. ხო, ეხლა იგივე დავიწყოთ ვიდეოში. სანამ ამ ახალ ამბებს მომყვებით, მოდი ჯერ რეტროსპექტივა გავაკეთოთ 2024 წლის, როგორ ჩაიარა რეები გავაკეთეთ, რა ვქენით ახალი. შენი 2024 წელი როგორ ჩატარდა? როგორც იცით, ცალკე ბინაში გადავედი ამ წელს პირველად მარტო ცხოვრებაში. როგორი იყო შენი გამოცდილება მარტო ცხოვრება და ინდეპენდენტური ცხოვრება? მე ადრე ოჯახთან რო ვიყავი, სულ შენთან რო ვიყავი, მეთქი ვარ, მე მარტო რო გადავარ ძალიან ყველაფერი შეიცვლება, უკეთესად რაღაცეები, მაგრამ დიდი ცვლილება ვაფშე არ იყო. არა, ვაფშე არ იყო ცვლილება დიდი. მაგრამ ხო, მაინც კაია ცალკეობა, როცა მინდა ვიღვიძებ, ვიძინებ, გავდივარ, გამოდივარ. ყავდათ ინდეპენდენტობა, მაგრამ მაგას ხომ მე მოსდის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობები უფრო მეტი გაქვს ხომ? დალაგება, ხეხვა, ისა წრიალება. გადამტანჯა, მაგრამ ხალხო მაინც ღირს ჩემი აზრით ცალკე ყოფნა. ისეთი გამოცდილება არის, რომ უფრო mature გახდები. Mature woman. კიდე ახალი ამ 2024 წელს გაგაცანით დედა ჩვენი, დედა გადუნია. უკვე ბევრი იცნობს როგორც დედა გადუნია. ხო, ძალიან კარგად მიიღეთ და ძალიან გვიხარია ასეთი feedback-ი, ასე ყველამ რომ შეგვიყვარეთ უფრო მეტად, რაც დედა გადუნია გაიცანით. მართლა ძალიან გვიხარია და დიდი მადლობა. დიდი მადლობა ომეგადუნიებო. და შენ ახალი რამე რა გაკეთე ამ წელს შენ? ახალი არაფერი ახალი არ გამიკეთებია მე. ვაი, მართლა მაინც არ გაკეთე ახალი. ახალი რამე. მახსოვს, ლელა წურწუმის კონცერტზე წავედი. ხო, გადა. Oh my god. ეს იყო ლელა წურწუმის კონცერტი, რაღაც სასწაული მართლა. ბელგიაში დაგვპატიჟეს და მოკლედ ძალიან მაგარი დრო გავატარე. ხო, წავედით და ჯერ ცარიელი იყო ეს დარბაზი, პირველები ვიყავით და ნელ-ნელა ხალხი მოდიოდნენ და ცერც და ხალხი რომ მოდიოდა რო გხედავდნენ, oh my god, ყველა გამორბოდა ძალიან. ყველა გვესალმებოდა, ყველა სურათს იღებდა ჩვენთან ერთად და მართლა ვარსკვლავებისავით ვირწგენით თავი. და ძალიან ბევრი სიყვარულით სავსე გავიარეთ ეგ დრო. ხო, ძალიან სპირიტუალური მომენტი იყო ჩვენთვისაც. ჩემთვისაც. ხო, და დედა გადუნიაც ჩვენთან ერთად იყო და ძალიან კარგად მიგვიღეს. 2024 წელში მე ხა ერთი თვის წინ ვიყიდე 2 ვირთხა. Big news. Wow. How is going? ცოტა უბედურად მწამშიშნები არიან და მაგიტო ვერ ვაჩვენ ვიდეოებში, მაგრამ მალე ნენელა დავამორჩილებ, რა ქვია მაგას. დავამონებ მაგ ვირთხებს და მე გამოვაჩვენ ვიდეოებში. ვაუ, იმედია ასწავლი როგორ იჯდნენ შენ ხრებზე. კი და არ დამაჯვანსად გეხოცები. საბოლოო ჯამში 2024 წელი იყო ძალიან საინტერესო. ხო, ძალიან ბევრი აქტივიტეტები, ძალიან ბევრი. დრაკონის წელი იყო და ცოტა ქაოსი იყო ამ წელს, თუმცა მაინც გადავრჩით. და მაინც შეგვერგო ხო რამენაირად. კი და ეხა უფრო ვანახებთ ხარს როგორ შეგვერგო ამ ახალი ამბებს რო ვეტყვით ეხა. Oh my god, მოდი ეხლა ვუთხრათ ახალი ამბები. მოდი შენით დავიწყოთ. ჩემით დავიწყოთ. Okay. მაიცა კიკინა გამოაჩინო კარგად თორე მელოდი გეუბნებოდა. ესე ვილაპარაკე Ariana Grande. Wow. რისი თქმა მინდოდა მე ხალხო როგორც იცით, წინა წელს ივლისში გავიკეთეთ ხვირი პირველად. მაგ ოპერაციის შემდეგ ძალიან ბევრი კომენტარები იყო, ზოგი ძახდა ვაუ ძალიან კაია ნატურალია, ზოგი ძახდა ფურისთვის გადაიხადე ფული, ზოგი ვაფშე არ შეცვლილაო და მე პირადად რას ფიქრობდი მაგას? ვინმე მკითხა, მე რას ფიქრობდი? მე მომწონს ხვირი. მაგრამ ნატურალურია, იმიტომ რომ სუნთუთვის გავიკეთე ხალხო როგორც ვიცით.
მაგრამ მომპესდა უკვე მომპესდა ეს ნატურალური ცხვირი ხელხო. რა? ხო, და მე ამ დეკემბრის ბოლოს ვიკეთებ ახლიდან ცხვირს. მოგისმინეთ, ხომ აიგადონიება ყველა რომ წელი, გაიკეთე ახლიდან გაიკეთე. ეხლა გავიკეთებ და ნახავთ როგორ მოგოწონება. მაგრამ არც ვიცი როგორ ვიკეთებ ჯერ. ეკი მარმა ჩვენ არას ვიკეთებ. მართლა? ხო. იმიტომ რომ მარტო ძულებით მანახა რაც მიკეთე და მე ძველებს არ ვერხედა. Oh my god, Niki. იმედია, კარგად გაარკვევ ამ საქმეს და შემპირდი რომ ეს იქნება ბოლო ცხვირის ოპერაცია, იმიტომ რომ ცხვირს ხო იცი ხალხი მე რეებს აკეთებს. ოი მე. ყოველ 5 თვეში ახალ ცხვირის იკეთებენ და ბოლოს აი ასეთი ცხვირი რჩება, ძალიან პაწუხი. ხო, როგორც მაიკლ ჯაქსონი. და ასე ზევით აწეული. ხო. და კიდე ხო როგორც იცით ხალხო, არ შეიძლება ერთ ოპერაციას რო იკეთებ, მე კიდე გინდება ცუ და ეგ არ შეიძლება და მაგიტომ მე ვიკეთებ კიდე ორ ოპერაციას ცხვირთან. შენ ნარკოსთან ხარ არ ხარ დამოკიდებული შემთხვევით. ერთხელ რომ დამაძინეს ესე იქ მე მაქსიმუმ მინდა რომ დამაძინონ და მაგიტომ ვიკეთებ ცხვირს. ვაიმე. იგივე დღეს ვიკეთებ სამ რაღაცას ხალხო, სამს ოპერაციას. ცხვირს პლუს შუბლი ესე გამოწევი რომ აქ კავერნის კაცების ნაირად ესე რომ ამას ჩამინგრევენ ცხვირი და ბოლო ყველაზე დიდი ორი დიდი სურპრიზი მაქვს. ორი დიდი სურპრიზი. Oh my god. კომენტარებში გამოიცნეთ ხალხო, ორი დიდი სურპრიზი მე. ან ორი დიდი რა შეიძლება იყოს? ვაიმე ის არ ეგონოთ ხალხო. ხო ის ამას ვიკეთებ ხალხო, ესეთები როგორც ყველა მოიცით, ეხლა რა ოთახ შევდივარ, ჯერ ჩემი ცხვირი შედის, მაგრამ ამ თვის ბოლოს ჯერ კერდი შევა და მე. Oh my god. ხო. იმედია კარგად აარჩევ ნიკი შენი ზომას. დეტალებს ხო გაგვიზიარებთ სოციალურ ქსელებში. აუცილებლად TikTok-ზე, Instagram-ზე გაგიზიარებთ ყველა დეტალებს. თან მე როგორც ძალიან სტრესში ვარ ცოტათი, თქვენი დახმარება და სუპორტი მჭირდება აუცილებლად. დავასუპორტოთ. და სიმართლე ვუთხრათ, თუ ლამაზი უთხრათ და გეყო საკმალისია და თუ არ გამოგივიდა კაი, მაინც დავასუპორტოთ და რა ვიცი აბა. მე მეშინია ძალიან მაინც. არ მე ძალიან მინდა, აღარ შემიძლია. მეშინია რამე არ გიყონ. რას მიზამინ შინო გამიკეთენ ესე კონენ. გადავდეთ ახლა ნიკი. ყველამ რომ კარგად ჩატარდეს ეს პროცესები. ხო. ეხლა გადავდოთ ნიკი გვერდზე და გვითხარი შენ შვილო შენ უფრო დიდი რაღაცა გაგაგა. მოკლედ მე ძალიან დიდი life changing ცხოვრების ცვლილობული ახალი ამბავი მაქვს. მოკლედ ამ თვის ბოლოს მივდივარ ავსტრალიაში. Oh my god. Oh my god. საცხოვრებლად თუ სამუშაოდ გითხარ აბა ყველაფერი. პირველ რიგში მივდივარ პირველი მიზანი არის ჩემი სამსახურისთვის. იმიტომ რომ აქ საფრანგეთში რაც არ უნდა დამეწყო სამსახურში მუშაობა მე ხელფასი რომ მომზდიოდა ცოტა ცუდად ხვდებოდი ცოტა ვაიმე ეს რა არის მეთქი ეს როგორ უნდა მეყოს და მაგიტომ გადავწყვიტე ასეთი ექსტრემალური გადაწყვეტილება რომ თურმე ავსტრალიაში კაი ხელფასები არის. ოღონდ მანდ უფრო მეც მუშაობ. სათხარ მე შენ 5 დღეში ხარ დაგვიბრუნდები მე. აუ არ ვიცი, მინდა გავძლო მაქსიმალურად რომ ცოტა ფული შევაგროვო და ცოტა upgrade ნიკი ჩემი. უკვე დროა ექსტრემალური ქალი ვარ იძახიო ეხლა მართლა ექსტრემული ქალები გავხდებით. ავსტრალიაში დაკათვალიერებთ კანგურუებს თუ კოალებს. ამ ხელა ობობები თუ ექნება ეგენი მანახი მე ძალიან მინდა ვნახოთ ტარანტულები. მე ობობების სხვათა შორის არ მეშინია. რა ჩვენ არ გვეშინია არაფერი. ხო. მარტო ბზიკები ისე ვაიმე ბზიკები ხო და ვაიმე არა ბზიკები გახსოვს ნიკ ერთ ქუჩაში რო ვიყავით და ბზიკი რო იყო აქ ხოლმე დავიღრიალე შესუღრიალე პოლზე რო დავწექით და გაჩერდი თორემ გიკვენსო გითხრეს და გეგონებას და სნაიპერით გვიმიზნებდნენ ამას მე რა მოყვება უნდა გავშორდეთ ერთმანეთს მე და ნიკი და ერთად კაი ხანი ვეღარ გადავიღებთ ვიდეოებს
იმედია TikTok live-ში შევხვდებით ხოლმე. ხო, TikTok live-ში შევხვდებით აუცილებლად video call FaceTime. სამაგიეროდ მე გპირდებით ავსტრალიის vlogers YouTube-ზე. ნიკის adventure-ებისთვის გამოიწერეთ ნიკის არხი. ხო, მოდით. ნიკის გვერდები, ტრატიანას გვერდებსაც აქვე დავდებთ. და 2025 წელს ამ ბევრი ვივაქტიურებთ. ხო. ნიკი, რა შეიძლება ველოდოთ ანუ 2025 წელს უფრო დეტალებში რომ შევიდეთ? მაინც ჯერ დიაჩემს დავუძახოთ, იმიტომ რომ 2025-ში იქნება დედაგადუნიას წელი. მოდი შემოგვიერთდი შუაში. დედაგადუნია, მოდით. მოგესალმებით დედაგადუნია. მოგესალმებით ომაიგადუნიებო. მე ვარ დედაგადუნია, ბევრი უკვე მიცნობთ, იმედია. უკვე ოფიციალური ომაიგადუნიების წევრი და პლუს ახალი TikTok-ელიც არის დედაჩემი. ლაივებში გადის ხოლმე ყოველ დღე რამის. აი, მე ყოველ დღე ვერ ვახერხებ, მაგრამ რომ იცოდეთ, როგორ ნერვიულობ ხოლმე. სულ ყოველ დღე მინდა რომ ვიყო ლაივში. იმხელა სითბო მოდის მაყურებლისაგან და სიყვარული რომ ვეღარ ვცლებ მათ გარეშე. ადრე თუ გახსოვთ, თქვენ მეხვეწებოდით ხოლმე და ვიდეო გადაიღე თქვენთან ერთად და ლაივში შემოდი და უარზე ვიყავი ხოლმე, ენამებმო და ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ ეხლა მე ვიხვეწები ხოლმე. ხან ოთოს ვეხვეწები, ხან ნიკას ვეხვეწები, ბავშვებო შევიდეთ ლაივში, ხალხი გველოდება, იმედებს ნუ დაუცრუებთ. და აი ასე, მოკეთ ისე მივეჩვიეთ თქვენთან ყოფნას, რომ ამისთვის ეს თქვენი დამსახურებით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ყველას. და გულები გვაჩვენეთ, გულები რო გვეხოცებით ხოლმე, გულები. ვიყვარხართ ყველა. ჩემი 2024 წელი. ვერ ვიტყვი რომ რაღაც განსაკუთრებული წელი იყო, ან კარგი იყო, ან ცუდი იყო. ჩვეულებრივი, როგორც გასული წლები, თან ხო დიდი ხანია სიახლეები არაფერი არ ყოფილა, გასაკეთად, საფრანგეთში. 2024 წელს რა იხე შენ საბუთი? ეგ უნდა მეთქვა, ხო? მეთქი, oh my god. ერთი ძალიან სასიხარულო ამბავი რაც მოხდა, სულ რამდენიმე თვის წინ 14 წლის მერე, 14 წლის ლოდინის მერე ხან ხო ავიღე. აკაური საბუთი, ანუ თავისუფლად შემიძლია აქ ცხოვრება, მუშაობა და სულ თქვათ შემიძლია თავისუფლად. ოფიციალურად სულ თქვა. იმიტომ რომ აქამდე მე ცოტა და არ ვიმალებოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერიდებოდი ქუჩაში გასვლას, იქ რაღაცა კონტროლში არ მოუყოლილიყავი და რაღაც. და ეხლა უკვე თავისუფლად ადამიანად ვიბრძენი თავი. ამდენი წლების მერე. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი ამბავი იყო და ვიცი, მოკლედ ვნახოთ ახლა ბევრი იყო დამოკიდებული ამ საბუთზე და ამის მერე იმედია რომ იქნება მხოლოდ უკეთესობა და უკეთესობა. ხო. კიდე 2024-ში დავიწყე TikTok-ერობა. მოგვიყევი შენი გამოცდილება როგორი იყო ამ ახალ სამყაროში შესვლა? ოი ხო, სულ ყველაფერი შეიცვალა. მაგრამ ამ ახალმა სამყარო მთლიანად შეცვალა ჩემი სამყარო. ვაუ. დიახ, უფრო საინტერესო გახდა, უფრო ხალისიანი გახდა. ისე კარგად ხალისობთ ხოლმე. არის ხან რაღაც ემოციური ლაივებიც გამოდის, რაღაცა, მაგრამ უფრო მეტად ვცდილობთ რომ ვიხალისოთ, კარგ ხასიათზე დავაყენოთ ხალხი და ჩვენც კარგად ვცნობთ თავს. და მუკბანგისტობას მიეჩვიეთ? უი, ეს მუკბანგისტობა საერთოდ კი მივეჩვიე, მაგრამ მაინც ვერიდები ხოლმე, იმიტომ რომ შენიშვნებსაც ვიღებთ, რა არის რო ჭამთ ესე ხალხს აყურებინებთ ეს რასtildeობა და ძალიან განვიცდი ხოლმე, მე ხომ საერთოდ ყველაფერს განვიცდი და ემპათია. და მაშინ მე ვანებებ ხოლმე ჭამას თავს ვეღარ ავჭამ ხოლმე გემრიერად. მაგრამ რო დავაკვირდი, მართლა ჭამის დროს უფრო საინტერესოა, თან ვლაპარაკობ ძალიან შინაური, თითქოს რაღაცა ისეთი შინაურული გარემო არის ხოლმე, რაღაცა თითქოს ერთად ვზივართ ყველა. სუფრასთან და ჭამთ, ვლაპარაკობთ. იმედია ჩამერთვებით ლაივებში აუცილებლად. ამ ბოლო დროს ხო ესე უფრო ვართ ხოლმე მოწყენილი, ოთო დიდი ხანია ფიქრობდა გარემოს შეცვლაზე, იმიტომ რომ ისეთნაირად იყო აქ ჩაკეტილი ამდენი წლები აქ ამ ქალაქში, რაღაცა უმოძრაოდ ერთი ამათი
გასართობი იყო ეს ვიდეოების ჩაწერა და რაღაც ბოლოს მე ცოტა მოუკლეს ვიდეოებსაც და იყო სულ რაღაცნაირად უხასიათოდ მოწყენილი. თან აქაური ამინდები საერთოდ ხასიათზე მოქმედებს და აქ ისეთი ცუდი ამინდებია სულ ნეტა შემეძლო ყველას წაყვანა ჩემთან ერთად. რაიმე იმეთი გვაქვს მე შე რომ წახვალ და რაღაცა ვისაც გამოგვიგზავნი და ხო სასახლეს რო იყიდი ავსტრალიაში. რაც შენ გამოიარე რომ მოგიწია შენი ქვეყნის დატოვება და ახალი შანსების პოვნა ეხა მეც იგივე უნდა გამოვიარო. აი დედა აი შვილი. მაგრამ არა უშავსე, ეხა უფრო მესმის შენი. აუცილებელი. აი ეხა ნუ შეადარებ ჩემსას, მე სად მივდიოდი ბიჭო სადღაცაზე თავშესაფარის მოსაძებნად და შენ საბუთით მიდიხარ სამუშაოდ როგორ შეიძლება ამის შედარება. მე ამდენი ბავშვებით იქ თუ გვექნებოდა საცხოვრებელი, რამე პირობები რა იქნებოდა არ ვიცოდი და შენ მარტო კინკილა მიდიხარ, გადაფრინდები. რამდენი დღე უნდა იყოთ იქ ფრინავში? 3 დღე. 3 დღე უნდა იფრინოს ხალხო. მე იმედია ფეხები არ დამიბუჟდება. და ვაიმე და ჩადიხარ გაქვთ ნანახი? უცხო პლანეტელები დაფრინავენ. ოი ხო ერთი თითუნავი რო გაქრაცაში. ამ ბოლო წელს თურმე 270 უცხო პლანეტელები აქვთ ნანახი თითრინავის შოფერებს. ვაიმე, ოვნი, არა შეგიწავა სათო. ვაიმე. მე გადავიფიქროთ. არა, მაინც უნდა წავიდე. TikTok-ები გადაიღე კამერით ზაგიყვანე. იცით რამდენჯერ გადავაფიქრებინე წასვლა? ვეხვეწებოდი მეთქი არ წახვიდე იყავი აქ რაღაცა ერთად ვიდეოები ჩავწეროთ და ხო და ოთო იყო გაურკვევლობაში თან მეც ვერ მტოვებ და აქ თან როგორია საჭიროება მოითხოვს რა აქ რაღაცა უძრაობის ქალაქი აქ ვერაფერს ვერ აკეთებ თითქოს და საჭიროება მოითხოვდა წასვლას მე აქედან ვეხვეწებიოდო არა მე ჩემი წლია უშენოთ აქ ვერ გავძლებ მარტო არ დამტოვო და მეც როგორ უნდა გავძლო და სადღაც სულ რამდენიმე ხნის წინ უკვე ბილეთი აღებული ქონდა ყველაფერი ვიზაც გაკეთებული სულ ახლა ამხელა თანხა გადახდილი და უცებ გადაწყვიტა რომ არა დედა ჩემს ვერ დავტოვებ არ მივდივარ და ვაიმე თავი ისე ცუდად ვიგრძენი რომ წასვლა უნდა მაგრამ ჩემს გამო არ მიდიოდა და არა მე დავილაპარაკეთ მეთქი რა თქვია წადი ცოტა ხანი მაინც წადი თუ ვერ გაძლებ თუ რაღაცა თვითონ და ერთ კვირაში დაბრუნდი უკან პარე ბილეთი ნაყიდი გაქვს და სულ ისე დაკარგვას რა დადი და ისე ინე დაათვალიერე და ჩამოდი ну როცა გინდა ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ერთი წელი შეუძლია იყოფნა თავისუფლად და ნახოთ იმედია რომ პარემ რა კი მიდიხარ ნახავ ნორმალურ სამსახურს რო შეძლო ძალიან არ მინდა ძალიან დაიღალო მინდორებში მამუშავებენ და მე წარმომიდგენია ექსტრემისტი გამოქვებული იმებში. და იქნება არ დამტოვოთ. ექსტრემული. მოკლედ არა უშავს გაგაგებინებთ, ყველაფერს გაგაგებინებთ. გადავაფიქრებინებ მე მგონი. რამეებს მეუბნება. არა, კაი კონტენტი იქნება, კაი კონტენტი. ძალიან კარგი. ხო, ეხლა სულ რომ ალაპარაკეთ რაღაცა აბა თქვენ თქვით. ეხლა მომავალი. ნიკი, შენ რას გეკმაო 2025-ში? რას გეკმაო ხალხო მე ოპერაციების მერე ვიქნები ახალი ადამიანი. ძველი ნიკი უკან რჩება. Oh my god. ხო. და შენ არ გეშინია? გული მისკდება. მე გული მისკდება. არა, კარგი იქნება ახლა უფრო ისედაც ლამაზია და უფრო რო გალამაზდება. მე ძალიან მომწონს მაგრამ მე მეშინი აიმის მერე არ მომტაცვენ შენი თავით არა ხალხო როგორც მე გასათხოვარი ვარ მოსატაცავი გელოდები ტრენდში არა არ ვათხოვებ არა არის ფიქრობ ჩემთან გეკნებათ საქმე მე არ გაბედოს და ნიკი მე რო შეასრულებ ყველაფერს მე რას გეკმაო მე რას გეკმაო გათხოვებას არა 25 წლისას მინდა მე რო გავთხოვდე და მომავალს 24-ის ვიქნები კიდე ერთი წელი მაქვს შენი წელი მოდის ახლა ხო? გველი 2021 პლუს
ხო კი ახლა მაგწილში უნდა გავთხოვდე აუცილებლად შენი წელი რომ მოდიოდა მე მეგონა მე იყო ერთი წლის მერე არა 24 წელი და შენი წელი მოკლედ ომაიგადუნიებო დავეხმაროთ ნიკის ვუპოვოთ კაი სიძე აი კაცო ნაკოს მაგებს სიძე არ არის კიდე დესკრიფციონ გავუკეთ რას ვეძებ მე მინდა კარგი ტრადიციული კაცი უნდა იყოს 27 წლის მინიმუმ იმიტომ რომ ხო ტრადიციული კავკასიიანი კავკასისტების შვილი და ვალა მეტი ისინი არ ქართველები მოგწო აბა რატო ვარ ცალხელა ქალი რატო ვარ ცალხელა ქალი საფრანგეთში ვარ აქ არ არიან ტრადიციული კაცები ო მართალია ჰაი სტანდარტები გვაქვს ჩვენ ქართველ ცალხელა კი არა თითო ხელა დედებს რა ქვია მარტო ხელა მაგითო მარტო ხელა მაგრამ გუსროთ ნიკის იმედიანი კი იპოვი შენ რამე ვაიმე მაგაზე ნუ ლაპარაკობთ არა ხო მაგაზე მე პირადად მე არ ვაჩვენს არ ვათხოვებ არა შენ მამავალს ანუ თელი წელი მოგიწევს იქ ავსტრალიაში თუ წელი ავსტრალიაში ვიქნები და ჩაუწერ ვიდეოს მედია მოგეწონებათ და გამოიწერთ არხს რომ არ გამოტოვოთ ვიდეოებს არ ვაპარაკობთ მეც ვეცდები ახლა 25 რომ უფრო მეტი TikTok-ები გადავიღო ხალხო. უფრო მეტი, იმიტომ რომ ეხა თვეში 2-ს რო ვდებ მარტო. აი გამორიცხულია. ხო, მეც იგივე თითქმის მსგავსი გეგმები მაქვს. ოთოს გარეშე რა გამოგვივა, არ ვიცით, მაგრამ ალბათ ჩვენც მივეთ ჩვევით. თან ჩვენ ხო ნიჭიერები ვართ და ვისწავლით. ხელოვნურები ვართ. ხო, ხელოვანი. აუ ჭხილების მოჭრა და მიწევს. ხო, უნდა მოიჭრა. მე შენ 31-ში იკეთებ ოპერაცია. მე მოწმოვა წერს. წელი იწყება ისე რომ 2 იანვარს მეც ოპერაციას ვიკეთებ. რა გჭირს ამ ოპერაციას? ხო, არაფერი კოსმეტიკური, ეს რაღაცა უფრო რაღაცა ისეთი ოპერაცია არის. ხო, ისეთი არაფერი, არც რთული არც საშიში არაფერი. რაღაცა პატარა ისეთი რაღაცა. და ახალ წელს ვიქნებით, ანუ ნიკა შევხვდები ვინ უნდა მოგვიაროს დე არა და ნიკას ქონდა ჩემი იმედი რომ 2-ში გამოდიხარ შენ გონი 2-ში გამოდივარ და შენ 2-ში შედიხარ და მე 2-ში შევდივარ და მგონი 2-ში მაგრამ უფრო 3-ში გამოდივარ როგორ მოახერხებენ ჩემს გარეშე ხო და სად გვტოვებოდო ამ 2 ბატს რა ცოდოები ვარ. არ ვიცი, უკვე დრო არის გაიზარდოთ და უკვე თქვენ თავს მიხედოთ თქვენთვის. კი, ერთმანეთს რამენაირად ეს 2 ალბათ ყოფილი ვხედავთ ერთ. ლინდა მოვივლი. ჩემი თავს ვერ მიმიხედავ. ლინდა თუნდაც არის, ლინდაც მისაღები ყავს. ხო, ლინდა. მოდი ახლა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვას. რა ოცნება გინდათ რომ აგისრულდეთ 2025 წელს? ვაიმე რა ძალიან ისეთი კითხვა. პირველ რიგში მშვიდობა მინდა ჩვენს ქვეყანაში. იმედია რომ ყველაფერი დაალაგდება, დამშვიდდება და ჩვენც სტუმრად ვაპირებთ საქართველოს ჩამოსვლას 25 წელს და გინდა რომ მშვიდობიან ქვეყანაში დაუბრუნდეთ. მართალია მეც მინდა ისე შეგვედოს დაუბრუნდეთ რომ ციხეში არ ჩაგვსვან. ხო, მაგას რატო ამბობ ხომე რატო უნდა ჩაგვსვან ციხეში? მე რაღაცა იქნება, მშვიდობა იყოს და როცა მოახერხებ. ჩემი ოცნება არის რომ მომიტაცონ 2025 წელს უკვე დროა ჩემთვის უკვე დროა. კაპლი. ხო. გაჩერდი ბიჭო, გაჩერდი. მაპატი ბიჭო ერდენგნი. აი მე რა ესე ხარ. ხო. ვიცი რომ არწვის კი არა მე სხვანაირად არ შემიძლია მე რა ვიცი მე ესე ვარ მithრეო და ჩემი ოცნება და ჩემო მითრას გოგოვით რე ბიჭო მე ყოველღა მემეტინება მაგისგან. Oh my god. და ნიკას რომ ეძახის მე ვარ ნიკი. ვაიმე. არ გავიყმარ ხარ დაიჭირა ესე. ხო და მაშინ ვესდები ჩემი ოცნება კი დამემატა რომ მივეჩვიო იმას რომ ნიკას დავუძახო ჩემი გოგო ჩემი ნიკი მე ამ ხელა რაღაცები რომ ექნება აბა ბიჭო დამიძახი ნახოთ როგორ იქნება მე რა ეს როგორ ხო Oh my god. და შენი ოცნება ჩემი ოცნება ნუ ალბათ პირველ რიგში ყველა ჯამთლად ვიყოთ. ხო, ვაიმე რა ყველას კაი ოცნებები აქვს მეგენა. და მან გათხოვება. და
მინდა რომ შევაგროვო ბევრი ფული ავსტრალიაში. მაყოთი. დროა რომ უკვე რამე ფული ვიშოვო, რა ვიცი, რამდენი ხანი უნდა ვიყო გაჭირვებაში, რამდენი ხანი. ჯერ ჯანმრთელობა პირველ რიგში და მერე ფული ცოტა იმედია გაგვიმართლოს. გაგვიმართლებს. ბევრი ფულიც არის საჭირო რა. ხო, ფული არის მე არ გამაგონე. სიხარული უდრის ფულს. კი ბატონო. ჩაიწერეთ, ვინც მომწერთ, მე ჩაიწერეთ. ხო, მე არ ვიცი, ფული იმისთვის მინდა, რომ მე შეგვეძლოს ვიმოგზაუროთ და რაღაცები და გავაკეთოთ უფრო სახალისო რაღაცები. ეგ უკვე თავისთავად. ახლა რა სიტყვებს ვიქ. კარგო, რაც ომაიგადუნები დავიწყეთ, მე ქართული ვისწავლე ისეთ დონეზე. მეც თამდელი ვისწავლე თქვენი დამსახურებით. ხო, და ეს რომ ისწავლეთ, მე საერთოდ ნანობ, რომ ის სიტყვები რაც ძალიან გიხდებოდათ ის ესაყვალათ ამბობდით იმ Munchausen by proxy-ს გვიკეთებდა, არ გვასწავლიდა. არ ვასწავლიდი, არასდროს არ ვსწორებდი და შენიშნებსაც ვიღებდი ხოლმე აქაურები ნაცნობებისაგან, რომ რამეს რო იტყოდნენ და შეუსწორებდნენ და მეთქი ნუ უსწორებთ, ესე უხდებათ და ნუი არა უნდა იცოდნენ ქართული კარგად. არა და როგორ მიყვარდა მე ამათი ლექსიკონი და ვემშვიდობები ნელ-ნელა. იმედია ომეგადუნიებო გულშემატკირულებთ. გულშემატკუ რაღაც რა? როგორ თქვენ გულშეგვიმაკრიდრებთ ჩვენ. იმედია ხო გულშემატკირულო რომ ჩვენ გინდაც გაფანტულები ვიქნებით ახლა ცალკე მოგვიწევს კონტენტის გაკეთება და თქვენი იმედი გვაქვს. მაინც გჭირდებით ომეგადუნიებო. გულები. ხო, ვინც ვერ გაიგეთ რა თქვა ახლა მე უბრალოდ გითარგმნით. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ცოტა დავიფანტებით, ცოტა შევსვეყოლება, ნიკა თავის სახში, მე აქეთ მოკლედ ესე დაფანტულები ვიქნებით, მაინც გულშემატკივრებთ. აი, ზუსტად ასე თქვით. გულშემატკივრეთ, ჰა? რატო გაიმეორე, არა, ისე კაი იყო. დარჩებით ჩვენთან ერთად, გვიყურებთ. დაგვაფოლოვებთ, ვისაც არ გავართ დაფოლოვებული. და დაგვილაიქებთ. მოგწონებთ. ხო. და ლაივებში გვიწყაპუნებთ. აუცილებლად. სუცკაპუნებს ვითხოვ, ხო იცით? ხო, დიდი მადლობა ყველას. იმედია თქვენ საუკეთესო წელი გქონდათ და იმედია რომ კაი წელიც გექნებათ ეს 2025 წელი. 35. 25. ხო. ჩემთვის ახალი წელი, ახალი 2025 წელი მოდის. რაღაც უფრო იმედიანად ვარ, რომ უკეთესი წელი იქნება. გარდა ამისა კიდე სულ მალე ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯებ ერთი წლით. ახალ საუკუნეში. აი, მე ძალიან მეშინია, მე არ მინდა დერო დაგვიბერდე. დედი, ღმერთმა ყველა დაგვაბეროს, მაგრამ ჯერ ადროს იბერია, დე. მართალია, ჯერ ადროს იბერია. ეხლა იწყება ახალი ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ ასაკიანები. ხო და რა ვიცი. ხო. ჯანმრთელობას თუ გაუფრთხილდები, მართალია, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ხო. და ასე ამ ტკბილ სიტყვებით დაგემშვიდობებით. ხო. კისერი და მე. მომენატრებით ნეკედე. მოდი კოლექტივ ჩახუტება გავაკეთოთ. ჩაგეხუტოთ. ფაინ. ვაი მე გადავეწოთ. ვაი მე ჩაგიჭიყოთ. ვაი მე ცხვირი ჩამირჭი. ვაი მე ცხვირი ჩამორჭი. ვახართ.